ტრამპმა გააკეთა ის, რაც ძალიან დიდი ხანია თანამედროვე პოლიტიკაში არ ხდება. აკეთებს იმას, რაც დაპირდა ხალხს. რატომ მოხდა ასე არ ვიცი, მაგრამ აი დასავლურ სამყაროში ძირითადად ჩამოყალიბდა ისე რომ პოლიტიკოსები არასოდეს არ აკეთებენ იმას, რაც ამობდნენ არჩევნებზე. და ამის თქმა უკვე ძალიან ბევრი მაგალითით შეიძლება რა. მე აღარაფერს აღარ ვამბობ, მაგალითად იგივე ჩვენის სამეზობლოს ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიებზე რომ თუ მაგალითად გახსოვთ ზელენსკი მოვიდა იმპერატორის დაამთავრებდა ომს, დაილაპარაკებდა ეშმაკთანაც კი და პირიქით ის ანუ არ შეზღუდავდა რუსულ ენას და ასე შემდეგ და ყველაფერი საწინააღმდეგო გააკეთა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ხოლო აი ტრამპი იქცევა ისე დაკეთებს იმას, რასაც დაპირდა და ეს მისი საქციელი შეიძლება ითქვას ანუ შოკის მომგვრელია სხვა დანარჩენი მსოფლიოს თემს. სხვა გზა არ აქვს. იქნებ ამერიკას რესურსები გაუთავდა, რომ ყველას პოლიციელი იყოს. იქნებ ხაზინაც არიელია უყურე, სწრაფად არის ფულის მობილიზება საჭირო, რომ მარტო ფული აკერია პირზე. არა, შეხედე ხა ამერიკაში ხაზინაც არიელია ეს უბრალოდ არასწორია, იმიტომ რომ ამერიკას ყოველთვის შეუძლია უბრალოდ ფული დაბეჭდოს. მას დაკეთებს. ინფლაცია გაზარდოს. ხო, მაგრამ ძალიან ყოველგვარი პრობლემის გარეშე აკეთებს ამას და ჯერჯერობით თავარი სიძლიერე ამერიკის ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. მაგიტო გაიცა ფასები, ჩემი აზრით. კი, მაგრამ აქ მეორე რამეზია გაზრდილია. ლაპარაკი, რა გააკეთა ტრამპმა, რომ ანუ ჩვენ და მე ჩემს ერთ-ერთ სტატუსშიც დავწერე რა, ჩვენთვის აი ნატო არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს რო დაეწყო მაგალითად ომი რუსეთთან, რომ ახლა დიადი მიზნებით რომ დაებრუნებდეთ მაგათ აფხაზეთს, ჩვენ დაგვეხმარებოდნენ რაღაცა ულევი რესურსებით, მოგცემდნენ ულევ შეიარაღებას, მოგცემდნენ ულევ ფულს. ეხლა გამოირკვა, რომ უკრაინას ხვეუნებოდნენ, რომ თქვენ მიიღებთ შეუზღუდავი ოდენობის თანხებს. და ეხლა გამოირკვა, რომ ეს თანხები სესხია სინამდვილეში. სესხია სინამდვილეში. ანუ 170 მილიარდი დოლარი, რომელიც ამერიკამ დაეხმარა უკრაინას, სესხი ყოფილა და ტრამპმა როგორც კარგ პრაგმატულ პოლიტიკოს შეეფერება რა გააკეთა. ოღონდ მან არის ერთი ძალიან საცილო დეტალი შეიძლება. რა სესხი არის ის, როცა შენ წინასწარ მოელაპარაკები რომ გასცეს. მე გახდა ეს ყაჩაკობა არის. რაღაც ანუ შავ არა ოფიციალურადაც მაგას სესხი არ ყვა. ოღონდ უბრალოდ ამერიკელები ამბობდნენ რომ ეს სესხი არ არის, ეს ასე ქვია. იმიტომ რომ სიამდვილეში ლენდლიზით სესხი იყო თავისუფლად. იცი რომ ლენდლიზით არ განუხორციელებიათ თითქმის არაფერი. ხო, მაგრამ ანუ მე ვამბობ мотивация ოღონდ შეხალო აქ არის ერთი დეტალი ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ქართველების სათაყვანებელ ზელენსკიზე როგორც აბსოლუტურ იდიოტზე კარგად მოქმედებს. ანუ მე ვნახე ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობს ასე რამეს. ტრამპს აქვს ასეთი სტილი, როგორც კარგ ბიზნესმენებს შეეფერება. ის ამბობს აბსოლუტურად არაადეკვატურ თანხას თავიდან. და შემდეგ მიდის ვაჭრობა. ნუ ეგ ხო, ეს არის აი ხო, ანუ ეს არის რაღაც ეს და ვაჭრობის 2x2, ყველაზე ესეთ აი ანუ ისეთმა ადამიანებიც კი რომელსაც ანუ ვაჭრობაში არ მიგვიღია მონაწილეობა, ვიცით ეს ჩაოლებური დეტალი, ხო? ბაზარში ყველანი ყოფილვართ რა. ტრამპმა თქვა 500 მილიარდი დოლარის რესურსები გადმომეცითო. და დაუკლებ შეგონია? ზელენსკი შალვა, ანუ შეხედე. ანუ ახლახანს იყო მოლაპარაკებები ვენესუელასთან. ვენესუელასთან ამერიკა არის ლამის საომარ მდგომარეობაში. კი, რა თქმა უნდა. და ივაჭრეს. ხო, ბუნებრივია. ანუ კოლუმბიასთანაც იყო და იქაც რაღაც დეტალებზე ორივე მხარე დათმო. აქ არათუ შავ აქ ლაპარაკაზე იცი რომ ზელენსკის რო ეთქვა რომ აი დამიკელი 400 და ტრამპს ეთქვა არაო, ვითხოვთ ბაზარი არ ამრა აქ. დაშა არ მაგრამ აქ